მოგესალმებით, პალიტრა ნიუსის და რადიო პალიტრის ეთერშია გადაცემა ლანჩ თაიმი. დღეს ჩვენი მასპინძელი გახლავთ კაფე პიატო, რომელიც კარდელოკის 7 ნომერში მდებარეობს და ტრადიციულად სწორედ აქ ჩავწერთ ჩვენს დღევანდელ გადაცემასაც. რაც შეეხება ჩვენს სტუმარს, ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარია ბატონი შალვა ხაჯაპურიძე, რომელთანაც დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოგვივა. მოგესალმებით, ბატონ შალვა. დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ დაგთავდით ამ ინტერვიუზე. როგორ ხართ, როგორ გრძნობთ თავს? კარგად. შრომობთ. კი ბატონო, ეს არის ინტერვიუ, რომელიც ცოტა სხვა კონტექსტში აცნობს ხოლმე ჩვენს რესპონდენტებს, მაყურებელს და თქვენთვის ზოგადად რამდენად კომფორტული არის ასე უფრო ცხოვრებისეულ თემებზე საუბარი. კი ბატონო, მე ვერანაირ ცუცამაში ვერ ხედავ, პირიქით ცნობილი ადამიანები, რაც საზოგადოებისთვის წარმოჩინებენ უფრო სხვა რაკურსით, მე პირიქით ამას მიმესალმები. დავიწყოთ მაშინ ბავშვობის გახსენებით, იმიტომ რომ პირველი კითხვა ჩვენი ბავშვობას უკავშირდება ხოლმე, როდესაც იმ წლებს იხსენებთ, რა არის ის, რაც ყველაზე მძაფრად გახსენდება თქვენი ბავშვობიდან? ბავშვობა გავატარე ქუთაისში, დავამთავრე ქუთაისის პირველი საშუალო სკოლა გიმნაზია, ეს ცნობილი გიმნაზია, რომელიც დამთავრებული აქვს ფაქტიურად ისეთ ადამიანებს, რომლებმაც მე-19 საუკუნეში შემდგომ ფეხზე დააყენეს მთლიანად მთელი საქართველო. ვიყავი იმ კლასში ბიჯექი მთელი 10-15 წლის განმავლობაში, სადაც სწავლობდა აკაკი წერეთელი. იმერსდეც ბიჯექი, სადაც იჯდა აკაკი წერეთელი. ძალიან საყვარელი თბილი ქალაქი ქუთაისი მოგეხსენებათ. ბავშვობა დაკავშირებული იყო ქუთაისთან, ძალიან კარგ მოგონებებთან, კარგ სამეგობრო წრესთან, რომლებთანაც დღემდე ვაგრძელებთ ჭიდრო მეგობრობას და ზოგადად ფაქტობრივად სკოლის შემდეგ მე უკვე გადმოვედი თბილისში საცხოვრებლად, თუმცა ქუთაისი ჩემი მშობლიური ქალაქია და ყველაფერი კარგი რაც ბავშვობასთან ასოცირდება, მაკავშირებს ასევე ამ ქალაქთანაც. ცალკე ბავშვი არ იყავით? კი, ბუნებრივია, ვიყავი ცალკე ბავშვი, გამორჩეული სკოლაში, დღემდე მასწავლებლებიც იხსენებენ ამ ყველაფერს. რასიზავთ ახლა? თან ახლავს ბავშვობას. ხო, ბავშვობასთან. როდესაც უკვე შემდგომ პროფესიის არჩევის ეტაპი დადგა, რამდენად მარტივად მოხდა ამ შემთხვევაში თქვენი მხრიდან გადაწყვეტილების მიღება? ჩემი პროფესიის არჩევა საკმაოდ თულად მოხდა, მინდა გითხრათ. მე სკოლის დამთავრების შემდეგ დავამთავრე ტექნიკუმი მოდის და დიზაინის მიმართულებით. მუშაობდი სამკერვალო ფაბრიკაში ამ მიმართულებით მოდის და დიზაინის. ამის შემდეგ ჩავაბარე სასულიერო სემინარიაში, იქაც რამდენი გარკვეული პერიოდი ვისწავლე და შემდეგ გადავედი და მოსკოვის თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე. იქაც 1-2 წელიწადი ვისწავლე. და უკვე როდესაც ეროვნული მოძრაობა იწყებოდა 87 წელში, მაშინ დაბრუნდი საქართველოში და გადავწყვეტე იურისტობა და ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტს. მანამ გამოვიცვალე ძალიან მრავალფეროვანი გზა გაგივიდა. კი, ხო, მშენებლობა მაინტერესებდა, ქვისთლით ვიყავი დაკავებული და ამ კუთხითაც მუშაობდი და სწავლობდი. მოკლედ ეს პროფესიები, ასე თქვა და ბოლოს გადავწყვეტე იურისტობა. და არ შემცდარხართ ამ შემთხვევაში იურისტობის შემდგომ უკვე მივხვდით, რომ ეს ის იყო, რაც გინდათ, რომ შემდგომ უკვე სულ გეკეთებინათ? არა, დროთა განმავლობაში ჩემი კარიერა იურისპრუდენციის საკმაოდ, ასე ვთქვათ, მე გახდით თავიდან შევარდნაძის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში სტუდენტობის პერიოდში, ახალგაზრდების ჯგუფი ჰქონდა შევარდნაძის შექმნილი. შემდეგ გაუნძებელი, უფროსი გაუნძებელი პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გაუნძებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო თავმჯდომარე. თუმცა მე ადვოკატი და წლები რო გავიდა, შემდეგ გამიჩნდა მოთხოვნილებები ძალიან იმ პროფესიებზე, რომელზეც ვისწავლე. მათ შორის მოდის და დიზაინის, მათ შორის მშენებლობის და ასე შემდეგ. თუმცა იმდენად მწვავე იყო ეს მოთხოვნილება, გარკვეული, ასე ვთქვათ, იურიდიულ ბიზნესთან ერთად ამ ბიზნესებშიც ვცდილობ ეხლა რომ რაღაც ჩემი სიტყვა ვთქვა, ნახოთ რა გამოვა. ამიტომ მაგალითად ერთი შვილი წავიდა და უშუალოდ ამ მოდის და დიზაინის სპეციალობას გაყვა.
რაღაც ერთობლივ პროექტზეც ვფიქრობთ, ნახოთ რა გამოვა რა. იმდენად მომწონდა ეს პროფესიები, ისინი არ იყო შემთხვევით შეჩეული. თუმცა ამან გადაწონა, მაშინ იყო ეროვნული მოძრაობა იწყებოდა და ფაქტიურად ეროვნულ მოძრაობაში იურისტი არც არსებობდა, არ იყო ამ პროფესიის ადამიანები. და მაგრამ ეხლა ამ გადმოსახედიდან რომ ვხედავ, ბევრი რაღაცებზე გული მწყდება. და შემეძლო იქაც მეთქვა ჩემი სიტყვა, მაგრამ აი ეხლა გადავწყვიტე რომ რამდენიმე მით უმეტეს დღეს თანამედროვე სამყაროში რამდენიმე პროფესია და რამდენიმე ბიზნეს შესაძლებელი ადამიანმა თავისუფლად აკეთო ერთობლივად რა. ზოგადად გიყვართ ეს მუდმივად სიახლეების ძიება და რაღაც ახალის მოსინჯვა ცხოვრებაში? ნუ ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია, ერთი 2 წლის წინ დავიწყე, ასე ვთქვათ, დარბაზში ვარჯიში, რამდენიმე უცხო ენის სწავლა, დამატებით და ასე შემდეგ. ყოველთვის უნდა რაღაც განვახო. წარმოდგენაც კი არ შემიძლია, რომ ვთქვათ, ერთადზე გავჩერდე და რაღაც ახალი არ გავაკეთო. ეხლა ჩემი მეზობელი გახლავთ ბატონი გია ბუღაძე და ვაპირებთ ამ დღეებში ხატვის გაკვეთილებს. შეგვიდო და ვნახოთ. ხო, ნუ მე ვფიქრობ, ადამიანი მაშინ იწყებ გტომას და უკანსვლას, როცა აღარ ფიქრობ განვითარებაზე. თუმცა იმის მომხრეც არა ვარ, რომ ერთ პროფესიაში ერთ რაღაც მიმართულებით იყვე და იქაც არ განვითარდა. იქაც კი აი მაგალითად ჩემ თავზე რო ავიღო, აი ხო ვთქვი, რომ გაუმძებობენ და დავიწყე მოსამართლე ადვოკატობა სულ ეს ამ წლების განმავლობაში ასე ვთქვათ ფრონტის წინა ხაზზე ვიყავი, მე გამოდიოდი უშუალოდ სასამართლო პროცესებში და ასე. თუმცა ეხლა უკვე იქაც მიმართულებას ვიცვლი, შეიქმნა იურიდიული კომპანია, რომელსაც მე უხელმძღვანელობ, მაგრამ იქ უკვე იქნებიან თავი მინდა მოუყარო და უკვე შერჩეულია გარკვეული ჯგუფი ახალგაზრდა იურისტებს, ადვოკატებს, ამათ ჩვენ სწავლებებს გავუკეთებთ, ტრენინგებს გავუკეთებთ და აი რაღაც ახალი ტიპის, ასე ვთქვათ, ადვოკატურის დამკვიდრებას ვფიქრობ, სადაც მენეჯერი ვიქნები. ანუ ჩემი შესაძლებლობები ახლა მინდა ამ სფეროში ოღონდ მენეჯერული და საგანმანათლებლო კუთხით მოვსინჯო. ძალიან საინტერესოა ნამდვილად. ბატონ შავა, ზოგადად რამდენად ყოფილა თქვენ ცხოვრებაში რაიმე განსაკუთრებული მოვლენა ან შეიძლება მოვლენები, რომელმაც რაღაცნაირად გავლენა მოახდინა თქვენზე, ან შეგცვალათ, ან შეიძლება სხვანაირად დაგაფიქრათ რაღაცებზე, აი თუ გახსენდებათ რაიმე ესეთი გარდამტეხი. ძალიან ბევრი მაგალითად, როდესაც პირველი საშუალო სკოლა დავამთავრე, გიმნაზია, კარგ ნიშნებზე დავამთავრე, თუმცა მოხდა ისე, რომ იმ წელს არ მიიღეს საბუთები, იმიტომ რომ იურიდიულ ფაკულტეტზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებ საბუთებს, თუ ოქროს მედალი გექნება. ამ ჯარი უნდა ქონოდა და მოვლენა და შემდეგ და მომიწია აბიტურიენტობა, ასე ვთქვათ. რომ მივედი მასალებთან, ვისთანაც მივედი 6 გოგონა იყო, მათ შორის ერთ-ერთი იყო რუსუდან ვაშაკიძე. და ბევრი ესეთი ცნობილი ადამიანები, რომლებიც ჟურნალისტიკაში არიან, ჩემი მეგობრები. და პირველი სამი გაკვეთილი ისე მიმეცადინე, აი ზერელად. პირველი სკოლა დაამთავრე, ხო იცით დაბერელი. შემდეგ ერთ-ერთი გაკვეთილის შემდეგ მასალებელმა რომ დაგვემშვიდობენ ის გვებს, შენო დარჩიეს მეუნებას მამაკაცი შოთა შვანგირაძე. და რომ წავიდნენ, მე მთხოვა რომ ესე მომეხმარეო, ადგომა მინდაო და მივეხმარე და აღმოჩნდა რომ არც ერთი ფეხი არ ქონდა ამ ადამიანს. ანუ ის თავის ძოზე იყო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი, მოხდა ტრაგედია მატარებლის ქვეშ. ჩავარდა ორივე ფეხები მოიკვეთა, დარჩა აბსოლუტურად უსახკაროდ, უყოლაფროდ და თვითონ იბრძოლა, მაშინ იმ პერიოდს წარმოედგინეთ, ეტლის ფული იშოვა, მოემზადა შემდეგ ცოლი მოიყვანა, შვილები, ანუ ცხოვრე ამან ჩემზე ძალიან დიდი როლი. ამ ადამიანმა ფაქტიურად ამისმა პირადმა მაგალითმა იმ თლიანად ამომიყირავა სუბხედველობა რა და აი, ну და ესეთი ბევრი საინტერესო ადამიანები შემოხვედრია ჩემ ცხოვრებაში, მით უმეტეს პოლიტიკაში ვიყავი და ბევრი ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეები. ესეთი გავლენა, ესეთი ადამიანები რა თქმა უნდა ჩემზე გავლენას ახდენდნენ და ბუნებრივია ისტორიებიც, თუნდაც მაგალითად, როდესაც რაღაც წინააღმდეგობა იყო ვერ გადალახავდი, ეს პირიქით უფრო საინტერესოს ხდიდა და უფრო ბრძოლის უნარიას ხდიდა. ამიტომ ესეთ მოვლენები ბევრი იყო. ну ერთ-ერთი მოგიყვებით. კი ბატონო.